გამარჯობა თქვენ ანიკოს პოდკასტს უყურებთ მორიგი ეპიზოდი დაგიბრუნდით ეთერში შეცვლილი ლოკაციით უბრალოდ ქუთაისიდან გვექნება დღეს ჩვენი ეპიზოდი და ძალიან საინტერესო სტუმარი მეყურება მერწმუნეთ იქამდე კი შეგახსენებთ რომ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი დაგულე სპორტი გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები მოიწონეთ დააკომენტარეთ დატოვეთ თქვენი შეხედულებები ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით, თქვენი უკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თან ერთი საინტერესო დეტალიც 5000 გამომწერზე ჩვენ გვექნება გათამაშება და გავათამაშებთ PlayStation-ს, ასე რომ ერთით მეტი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ. რაც შეეხება ჩვენ სპონსორებს, Ronix-ი სამშენებლო კომპანია, ხელსაწყოების კომპანია, რომელიც მორგებულია ნებისმიერ თქვენს მოთხოვნას და ნებისმიერ ფასზე და სპორტული სახუებების მწარმოებელი კომპანია JAKA Sport. რაც შეეხება დღეს ჩვენს მასპინძელს შესანიშნავ ლოკაციაზე ვიმყოფებით ბაგრატის ტაძართან Our Garden, ასე ქვია ამ კაფეს და ვინც მოხვდებით ქუთაისში, ჩემი რეკომენდაცია ამ ადგილს ძალიან სასიამოვნო გარემოა და გემრიელი გარემო, რაც მთავარია. იმერლებს ეგარეშლებათ. ჩემი სტუმარი კოლორიტული ფიგურა ქართული ფეხბურთის სოსო ფროიძე, აი ძალიან ხმამაღლა შემიძლია ეს თქვა და ამაში ძალიან ბევრი გულშემატკივარი დამეთანხმება. გამარჯობა ბატონო სოსო. გაგიმარჯოთ, მივესალმები თქვენ YouTube არხის მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა. ბევრი წელია თქვენი ინტერვიუ ასე ვცელი ინტერვიუ არ ყოფილა ქართულ მედიაში და მიხარია რომ ვინც არ იცის თქვენ შესახებ იმ თაობას გავაცნობ თქვენს თავს. ხო, ამის მიზეზი იყო რომ ფეხბურთიდან კი არ წავსულ ვარ, მაგრამ აქტიური თქვათ თავარი მწვრთნელობიდან გადავდექი როგორც იტყვიან და უფრო პატარებთან მუშაობ, იცით რომ სამგურალის ბავშვთა სკოლის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი ვარ. თან ახალგაზრდა ფეხბურთი და განვითარების პროგრამას ხელმძღვანელობ და მაინც სპორტში ვარ, მაინც ფეხბურთში ვარ. და მიზეზი კიდე ხო, ის იყო რომ საერთოდ ფეხბურთიდან რო წახვალ დიდი მწვრთნელობიდან ასე შეიძლება რომ თქვათ, როცა წახვალ, მე გულშემატკივრის თვალით უნდა გააკეთო, საერთოდ აზრი გამოხატო, იმიტომ რომ პროფესიონალურად იქ ყოველ გუნდზე ვერ იტყვი, ვერ ჩაერევი, იმიტომ რომ მაშინ იქ უნდა მუშაობდე, იქ უნდა ყველაფერი უნდა იცოდე იმ გუნდის და ამის შემდეგ შეიძლება თქვათ დასკვნები გამოიტანო. აი არის ჩვენ ცოტა პროფესიონალური დღეს და ცოტა გულშემატკივრის თვალიდან დანახული ფეხბურთზე ვისაუბროთ აუცილებლად. აი სპეციფიკა თუ არის განსხვავებული, როცა თქვენ მუშაობდით მწვრთნელად პროფესიონალურ კლუბებში და ის საქმე, რასაც დღეს აკეთებთ. აი ინტერესის თვალსაზრისით რომელი უფრო საინტერესო არის თქვენთვის? თუ თავისი ხიბლი აქვს ორივეს. ესე იგი, ჩემი ადრინდელიდან დღევანდელი, ხო? ასე გავიგე, ხო. ხო, ნუ ეხლა ბავშვებთან მუშაობა ძალიან საინტერესო არის. ვერ ვიტყვი, რომ თქვათ პასუხისმგებლობა იმაზე ნაკლები არის, რაც თქვათ მაინც იქ წინა პლანზეა ყველაფერი გამოტანილი, დიდ გუნდში როცა მუშაობ და იქ პასუხისმგებლობები, რა თქმა უნდა, არის თვითონ ფეხბურთელთან მიმართებაში, გულშემატკივართან, პრეზიდენტთან, ყველასთან მიმართებაში სულ დაძაბული ხარ. სტრესები რა თქმა უნდა არის. მაგრამ აქ მაინც ბავშვებთან მუშაობა უფრო გახალისებს, უფრო თავისუფლება გაქვს. მეტი იუმორიც არის, უფრო ხალისია. და ცხოვრება შეიგრძნობ, მოკლედ ვკითხრათ. ანუ კარგად, კომფორტულად გრძნობთ ამ ამპლუაშიც თავს. ჯანმრთელობის მხრივაც უკეთესია. კი. თან მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თქვენ ძალიან ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევით და
ესეც მოკლედ გიწყობთ ხელს იმაში, რომ შესანიშნავად გამოიყურებით ბატონოსო, არ ვიცი. ხო, ნუ ვარჯიშო, პარშევიწყვეტია ვარჯიში. ჩვენთან ოლიმპიური ბასეინი გაახსნეს იცით ქუთაისში. ძალიან კარგი სიკეთე არის და ტრენაჟორებში დავდივარ, შემდეგ ბასეინში და ასეთი ცხოვრების წესით ცხოვრობ. ხანდახან ქუთაისი არის ის ქალაქი, სადაც იწევს ცოტა დალევა, მაგრამ ცოტა დალევა აუცილებელიცაა. ცოტა დალევა აუცილებელიც არის ნამდვილად. ბატონოსო, რა შეიცვალა ქართულ ფეხბურთში მას შემდეგ, რაც თქვენ წამოხვედით? აი, როგორია დღეს დანახული ქართული საკლუბო ფეხბურთი თქვენთვის? ხო, პირველი რაც არის, თქვათ, რომ ძალიან ბევრი რეგიონერია შემოსული. ძალიან ბევრი რეგიონერი, იმიტომ რომ ახლა მე დიდი ხანი არა, რაც თქვათ, აქტიურ მცნელობას დავანებე თავი, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ გუნდში მყოლობდა საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონერი და რა ვიცი, თუ არ მღალატობს მეხსიერება, ერთადერთი მეკარე იყო ხამზიჩი, რომელიც თქვათ ძალიან გამოგვადგა ეს ჩვენ გუნდს. ნუ ახლა მე რაც საჩხერეზე ქუთაისის ტორპედო, საჩხერე სადაც მუშაობდი, თქვათ ნუ მაშინ უფრო აქტუალური არ იყო ამ რეგიონერების ისა ჩამოყვანა და უფრო ადგილობრივი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი უფრო მეტი იყო წარმატებული. და აი რაც ბოლოს უკვე აი ბოლო წლებში ვინც კი ფეხბურთი ცოტა მაინც ითამაშა და ნუ თამაშობდა, შეუძლია თამაში, ყველა საზღვარგარეთ წავიდა და გამტყუნებით ვერ გამტყუნებ ამ ხალხს, იმიტომ რომ უნდა უკეთეს გარემოში მოხვდეს, უნდა მატერიალურად თქვათ თვითონაც და ოჯახიც პატრა წინ წაწიოს და ნუ ამ გამოთავისუფლებულ თქვათ ადგილებზე შემოდის ფეხბურთელები, რომლებიც თქვათ ჩვენ ჩემპიონატს მაღლა კლას ვერ წერენ. აი ეს არის მთავარი, რომ როცა უცხოელი შემოდის, დონე უნდა აწიოს. საფეხბურთო დონე უნდა აწიოს, მაგრამ ნუ დონე არ არის, შემოდის ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც და ერთის კიდე ის მინდა დავამატო, რომ თქვათ ხელმძღვანელებს, ამ კლუბის ხელმძღვანელებს, თქვათ რაღაც იმაში ვერც ვამტყუნებ, იმიტომ რომ არ არის თანხები, რომ ძლიერი ფეხბურთელები შემოიყვანოთ და დიდი სიხარულით მართალიც გითხრათ, ჩვენ შევხვდით, მქონდა რამდენიმე თქვათ რამდენჯერმე საუბარი ფეხბურთელებთან, წარმატებული ფეხბურთელებთან და ნუ ძალიან რთულია იმათი ჩამოყვანა. ხო, პრინციპში ბევრი მიზეზი არსებობს მაგისთვის, შეიძლება კონკრეტული ქალაქები არ იყოს მომხიბვლელი. კი, არა, ქალაქებს რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, კი. პლუს არის ჩემპიონატი, პლუს თუ დასერჩავს და ნახავს რა მდგომარეობა ამ ჩემპიონატში, გულშემატკივარი არა, დონე არა, ანუ განვითარების თვალსაზრისით შეიძლება პრობლემები ქონდეს, როდესაც ნიჭიერ ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ და სწორედ ამით იყოს განპირობები, რომ ბევრს არც უნდა მაღალი კლასის ლეგიონერს არც უნდა ჩამოსულიყო. თქვენთან იყო, მე მგონი ტორპედოს პრეზიდენტის ისა, ხო? ხო, იმან თქვა ასეთი ფრაზა, რომ რაღაც სკოლებთან დაკავშირებით ამას და შემდეგ ახლა ქუთაისში ვტრიალებთ, ხო, აქ და ხალხი თითქოს არ იყო განწყობილი ამ ფრაზის მიმართ, რომ რასვია ქუთაისში და მე სრულიად ვეთანხმები იმან, თქვა როგორაც თქვა. თქვათ მე ზუსტად გავიგე აი მისი ნათქვამი, ინგლისურენოვანი სკოლაზე რო საუბრობდა. ხო, ინგლისურენოვანი სკოლაზე რო საუბრობდა, ხო, მანდამაიც შეიძლება მოინახოს ინგლისურენოვანი სკოლა, მაგრამ როცა თქვა მაღალი დონის ფეხბურთელია, თქვა გადადის ასე სათამაშო სხვა ქვეყანაში, ისინი მარტო სკოლას კი არა, ყველაფერს უყურებენ, რომ თავისი ოჯახი ყავდეთ, როგორც იქ ყავდათ. ყოველგვარ რა თქმა უნდა, ყოველგვარ პრობლემების გარეშე და მე ზუსტად გავიგე ის, რაც თქვათ და მე ვეთანხმები მაგაში. რაც შეეხება
ადგილობრივი ჩვენი ქართველი ფეხბურთელების გასვლას მესმის, რომ ფინანსურად ხშირ შემთხვევაში მომგებიანია წასვლა სხვა ჩემპიონატებში, თუმცა თქვენი აზრით გააჩნია თუ არა სად წავა ფეხბურთელი ხო რომ ამაზე უნდა იფიქროს თუ არა, დაფიქრდეს თუ არა ფეხბურთელი და საერთოდ აი რა უნდა იყოს პრიორიტეტი საწყის ეტაპზე კარიერის. ახლა როდესაც ჩვენ 30 და 35 წლის ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, გასაგებია ყველაფერი. მე ვიძახი ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ეხლა ახალგაზრდა ფეხბურთელები თვითონ არ არიან, როგორც ვთქვათ, როგორც ფეხბურთელა ჯერ ჩამოყალიბებული, ისეთ მათი ფსიქოლოგია და გონება, რომ შემდეგი ცხოვრებისთვისაც არ არიან სადა ჩამოყალიბებული, არ არიან და გამოდის უკვე მათი აგენტები, მშობლები და ამგენმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება მიაღებინონ უბრალოდ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც თქვათ რაღაც წარმატება აქვს და სხვა ქვეყანაში უნდათ წაყვანა. მე ვფიქრობ, რომ აი ამ ხრივ, რა ვიცი, ძალიან რთული არის, რომ აი ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ის მაინც მატერიალურ დონეზე არის და მაინც ამას უყურებს. და მშობელმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და აგენტმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე ასე ვფიქრობ. ჩემი აზრით ეს არის. უფრო კომპლექსურია ჩემი აზრით ის პრობლემა, რომ მოზარდები როცა იზრდებიან კონკრეტულ საფეხბურთო სკოლებში, სწორი ფასეულობებით გაიზარდონ. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, გეთანხმებით. ოჯახში როგორ აზროვნებენ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, აგენტი როგორ იყოს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბევრი ფაქტორი ერთვება ძალიან. ჩვენ ჩაუტარეთ ჩვენი კლუბის დონეზე, ჩვენ კლუბში ბავშვებს ზუსტად მაგ მიმართულებით ლექცია სადაც განიხილებოდა ზუსტად მაგ საკითხები. თუ როგორ უნდა შეარჩიოს, თქვათ, ქვეყანა, თქვათ, კლუბი, თავისი თავიდან გამომდინარე, თქვათ, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები. და მე ვფიქრობ, რომ აი ეს ყველა კლუბში თითქმის მე ვფიქრობ, რომ ჩაატარეს რაღაც იყო სპეციალური პროგრამა ამისი და ჩვენთან ჩატარდა ყოველ შემთხვევაში. და ალბათ სხვა კლუბებშიც ჩაატარებდნენ ამას და რა ვიცი თუ ასე მიექცევა ყურადღება ზუსტად მაგ თემას, რომ თქვა ბავშვმა თვითონ უკვე აღიზარდოს იმ პრინციპებზე, თქვა რა პრინციპები შემდეგ გამოადგება ამას ცხოვრებაში, საფეხბურთო თქვა არჩევაში იმ ქვეყნის და იმ კლუბის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ხო, მანდ ახლა პიროვნულ პრიორიტეტებზე ობიექტურად უნდა იღებდეს ამას, აი ეს ამთავარი ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და თავის თავსაც ობიექტურად უნდა აფასებდეს. აი ეს ძალიან დიდი პრობლემა არის. ვიღაცა ფეხბურთს შეიძლება იმიტომ თამაშობს ან აგრძელებს ფეხბურთის თამაშს, იმიტომ რომ ფული იშოვს. ნებისმიერ ეს დასაძრახი კი არ არის, მაგრამ არის პრიორიტეტები. კონკრეტულად ფულის საშუალებლად გინდა რაღაცა საქმე თუ ის გინდა იმიტომ რომ იმ საქმეში გინდა იყო წარმატებული, ცნობილი, რეალიზებული და რაღაცა ოცნებები გაქვს შენ პროფესიასთან მიმართებაში, ხო? ხო, ამასაც გააჩნია რა გინდა. სპორტული შედეგები გინდა თუ მხოლოდ ფინანსური სარგებელი შენი პროფესიიდან. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს მინდა ისევ დავუბრუნდეთ. თქვენ როგორ ატყობთ რეგრესირებს თუ არა საქართველოს ჩემპიონატი? აი თქვენი მოღვაწეობიდან დღემდე. დინამიკა როგორია? ზე პროგრესირებს არ ვითხარი, რეგრესირებს. ხო, უფრო შეესაბამება, ხო, უფრო შეესაბამება. თუ ხედავ პროგრესს შეგიძლიათ შემომედაოთ. ხო, არა, შედავებით, არ შემოგედავებით. ნუ ეხლა ამას, რა თქმა უნდა, ბევრი საუბარი არ უნდა, რომ როდესაც დაიწყო ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატი და გამოვეყავით ჩვენ, თქვათ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს და დამოუკიდებლად დავიწყეთ თქვა ჩემპიონატის ჩატარება, ნუ უფრო მაღალი დონე იყო, რა თქმა უნდა, მაშინ და ნელ-ნელა, ნუ შემდეგ საზღვარგარეთაც გაიხსნა ეს, რა ქვია, საზღვრები
და უფრო მეტი საშუალება მიეცა თქვა ფეხბურთელებს რომ გასულიყვნენ და ნელ-ნელა უკვე იცლებოდა ფეხბურთელები საჭირო ფეხბურთელებიდან ასე ვიტყვი რომელიც ჩვენ ჩემპიონატში რაღაც დონეს ქმნიდნენ და სხვადასხვა სუდი დონე არ იყო მაშინ ხო ნუ დღეს რა თქმა უნდა დაძაბულობა არის ეს ყოველთვის საუბრობ ამას დაძაბულობა არის კი მაგრამ ხარისხი ხო არის ნიშნავს რა თქმა უნდა და ხარისხი რომ მიტყვიან ძალიან დაბალია ამას თვითონაც აღნიშნავენ რა ვიცი ყველა მცნელი აღნიშნავს ამას მე ვისანაც მისაუბრია რომ მოიხედა უკან და შეცვლა გინდა კაცის და ფეხბურთელი ახალი ხასი დონის რომელიც რაიმეს შეგიცვლის იქ ძალიან რთულია აი რა ემართებათ ეხა თქვენ ბავშვებში მუშაობთ ხო როგორ შეგიძლიათ აი ახალი თაობა შეაფასოთ საერთოდ ნიჭიერი ფეხბურთელების პრობლემა ქონდა ქართულ ფეხბურთს რომელიმე ეტაპზე ხო ნუ სად მიდიან სად იკარგება ეხლა მე მინდა ჩვენი სკოლის მაგალითზე ვიტყვი ამას რომ ეხლა წყალტუბოში თქვათ ჩვენ არ აქვს დიდი თქვათ რაოდენობა ბავშვების სადღაც 200 ბავშვამდე არის 200-250 ბავშვი და ესენი ზოგმა მშობელმა არც იცის რომ დადის მისი ბავშვი თქვათ ჩვენთან ხო არა იმიტომ რომ თქვათ გადასახადელი არ არის თამაში მიდის და ტრანსპორტი ჩვენია, კვება ჩვენია, ფორმა ჩვენია, ბურთი ჩვენია, ყველაფერი მონაწილეობის თანხას ჩვენ ვხდით და იმის არ ჯიბეზე ხდება, იმას არაფერზე რომ დაინტერესებს, გამიგეთ რაშია საქმე. და ძალიან ბევრი მართლა მშობელმა, ძალიან ბევრმა მშობელმა არ იცის, თქვათ, დადის. მისი შვილი, თქვათ, ფეხბურთში. არიან გარკვეული ბავშვები, რომლებიც თქვა მშობლები კი დაყვებიან, უნდათ აინტერესებთ, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ეხლა მე რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ თქვა ჩვენთან მოვიდა ბავშვი 1 საათი, საათნახევარი, თქვა კვირაში 3 დღე, 4 დღე, თქვა ივარჯიშოს, ეს არ ყოფნის. იმიტომ რომ თუ მშობელმა ის თქვა კიდე არ მიაქცია ყურადღება რომ თქვა ის დავალება თქვა რასაც ვაძლევთ ჩვენ დავალებებს რომელიც თქვა ვერ არ ყოფნის ხო თქვა სავარჯიშო დროში რომელსაც ვერ ეტევით რომ სახში გააკეთონ ივარჯიშო და ძალიან მარტივი რაღაცებია რომელიც სახში შეიძლება ეს გაკეთდეს და ცუდია რომ ამას არ აკეთებენ და მშობლები ამას არ აქცევენ ყურადღებას და თუ ფეხბურთი არის ესეთი თემა რომ აი როგორც აი იას თქვა ვასწავლიდნენ ჩვენ სკოლაში თქვა და რა უნდა დააშენო ეს ყველაფერი რომ შემდეგ კითხვა წერა ეს ყველაფერი ისწავლო ასეა ფეხბურთის თუ რომელიმე თქვა გამოაკელიშე რომელიმე ვარჯიში რომელიმე თვისებაზე ვარჯიში ან საბაზისო ტექნიკაზე თქვა ვარჯიში და ის შემდეგ გადახდი სხვა თემაზე ამას ვერ შეისწავლე აი ეს არის მიდგომა არის ძალიან ზერელე დამოკიდებულება არის ეს მინდა თქვა მშობლებიდან რომ მოვიდეს გამოუშვან ბავშვი და ჩვენ კიდე აი რაზე ვართ დამოკიდებული რომ აი როცა იზრდებიან ბავშვები მე უკვე ზოგი სწავლას ზოგი ცეკვას აი საჩხერეში მქონდა ასეთი რომ გავაკეთეთ ახლა ჩვენ ჯგუფები, სოფლებში გავაკეთეთ ისეთი იგი რომ მთელი საჩხერე მოვიცავით და მცნელს ვაგზავნიდით, ბურთებით, ამ იმათი და სანიშნეებით, ყველაფრით და მარშრუტკის ფულს ვაცლებდით, რომ წასულიყო და ვარჯიში ჩაეტარებინა. და ახლა იქ უფრო დადიოდნენ სოფლებში და ქალაქში თვითონ საჩხერეში, ჯო არ არის ერთი ბავშვი არ არის, ამდენიმე ბავშვი არ არის და ვიკითხე რატო არ დადიან ეს ბავშვები თქვა და ცეკვაში დადიანო მითხრა ერთ. ხო და ნუ ცეკვა და რატო თქვა მშობლების შემდეგ რატო იქაციაროს, აქაციაროს ამბოშ არა იქო ფულს ვიხდით. და ის უფრო აინტერესებდა. და მე ვიკითხე რომ აი საჩხერიდან ან მისი რაიონიდან ვის უცეკვია აი რა ქვია ხო და ერთადერთი კაცი დამისახელეს რომ უცეკვია თუმცა რაღაც გარკვეულ დონეზე უცეკვია
რაც არსებობს მთელი საჩხერის ისტორია რა. უთხარი აგერ ამდენი ფეხბურთელები ყავდათ საჩხერეში, ამდენი ფეხბურთელები ყავდათ და საჩხერის თემა, ჩიხურას თემა ძალიან საინტერესო. ვინც ესეთი სტაჟიანი გულშემატკივარია, იმას ძალიან კარგად ახსოვს თქვენი მოღვაწეობა საჩხერეში. ახალმა თაობამ შეიძლება ნაკლებად თქვენი რეკორდი ვინმეს თუ აქვს მოხსნილი მწვრთნელობის ხანგრძლივობის. 12 წელი იყავით ჩვენ რაც დამოუკიდებელი ქართულ დამოუკიდებელი მე რაც ვიცი ხო დამოუკიდებელი არა ამდენი ხანი ერთი და ადრე თქვათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს კაკაბაძე გურიაში მეც მოესწარი ამ ადამიანს შესანიშნავი პიროვნება იყო ამბობენ რომ თქვათ ის მუშაობდა 20 თუ 25 წელი მაშინ არ ვიცი, არ გადამიღწევი. ამ ხანგრძლივობის გამო თქვენ ხშირად მას რა ქვია, ქართული ფეხბურთის ალექს ფერგუსონსაც გიწოდებთ. შედარება პირდაპირ გაგებით ზანთულია მაგაზე, ხო, რაფია, მაგრამ. ხო. აი რა ფაქტორები იყო, რის გამოც ამდენი ხანი იყავით ერთ გუნდში? და მე რამდენადაც ვიცი, თქვენი გამოშვება 2020 წელსაც არ იგეგმებოდა. უნდათ რომ დარჩენილიყავით. ფერგიუსონს რაც შეეხება, ჩვენ თამაში ვქონდა შოტლანდიასთან, ვქონდა აბერდინთან თამაში და იქ ვნახეთ მისი კაბინეტი. ფერგიუსონის კაბინეტი, საიდანაც თქვათ დაიწყო. ასეთი პატარა ოთახი არის, ალბათ თვითონ ეტეოდა მარტო და ალბათ ერთი კაცი ფეხბურთელი თუ დაჭდებოდა, მეტი ვერ დაეტეოდა. იქედან ამ ადამიანმა ამ ხელადონებს მიაღწია და ამიტომ ყველა ვინც დაბალ დონეზე თქვათ არიან ახლა ქვემოთ მუშაობენ მცველები, ყველასთვის არის სტიმული. რომ თქვათ ეს მაგალითი იცოდნენ რომ თქვათ ასეთი პატარა ოთახიდან ამ კაცმა ამ ხელა დონეს მიაღწია. ხო, რაც შეეხება 2007 წელს მოხვედით თქვენ 2007 წელს. ჩიხურაში და მაშინ საჩხერის ჩიხურა არ იყო უმაღლეს ლიგაში. ხო, პირველ ლიგაში იყო. უпростоრად უმაღლეს ლიგაში, მაშინ ეხლანდელი პირველ ლიგაში, თქვათ, დარჩა, არ გავარდნილა ეს გუნდი, მაგრამ მაშინ იყო რაღაც ფინანსები, რაღაც ისეთები, რომლებიც თქვათ შემდეგ დაშვებაზე დაუშვებდნენ თუ არა ჩემპიონატში. აი ეს იყო და მაშინ არ დაუშვეს ამ მიზეზით ჩიხურა. ხო და ეხლა ჩვენ დავიწყეთ რომ რაც იყო მოცემულობა მაშინ, რასაც გვეუბნებოდნენ რომ ადგილობრივი ფეხბურთელები და უნდათ რომ თქვათ ყოფილიყო ეხლანდელი მეორე ლიგაში და ეთამაშა ადგილობრივ ფეხბურთელებს, რომ თქვათ სტიმული მიგვეცა კიდე პატარებისთვის გაგვეკეთებინა სკოლა და უფრო მეტად ამ სკოლისთვის უნდა მიგვეხედა. ხო, რაც იყო ხა შეკვეთა, დავიწყეთ ჩვენ ამის გაკეთება და სკოლას ვაქცევდით ყურადღებას და მართლაც მთელი საჩხერის რაიონი მოვიცავით ჩვენ, აი სადაც დიდი სოფლები არის, სადაც ბავშვების რაოდენობა იყო სკოლებში მეტი, აი საბედნიეროდ პატარა მოედნები და ბუნებრივ საფარიანი მოედნები ძალიან ბევრი არის საჩხერის რაიონში და აი ამ მოედნებზე გავხსენით ჯგუფები, მწვრთნელებს სპეციალურად უშვებდით იქ, დამატებით ანხას ვაძლევდით, ბურთებით, ფორმებით, ყველაფერი ინვენტარით, რომ იქ ჩაეტარებინა ვარჯიშები და თქვა არ დაგვეკარგა ის ბავშვები, რომლებიც ვერ მოდიოდნენ თვითონ საჩხერეში, რომლებიც ვერ მოდიოდნენ. და შემდეგ გარკვეული წლების შემდეგ, როცა უკვე ნაკრებები კეთდებოდა, ამ ყველას ვკრიბავდით ჩვენ და სადღაც 70-60-80 ბავშვიდან უკვე ვაკეთებდით ნაკრებებს, რომლებიც უკვე იმერეთის ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას და ამ ხრივ რომ მიტყვიან, აი დღესაც ძალიან კარგ დონეზე არის
ის ინვენტარი ახლაც აქვს შენახული რა ახლაც იყენებენ ინვენტარს და მოედნები რომელიც მაშინ გაკეთა ხელოვნურსაფარიანი მოედანი მაშინ სრულიად ახალი თავისი თქვა გასახდელებით სამსაჯო ოთახებით ყველაფრით თავიდან ბოლომდე გაკეთა ივანწმიდას მოედანი სადაც ვთამაშობდით ჩვენ და გეგმაში იყო უნდა გაკეთებულიყო აი ცენტრალური მოედანი რომელიც ახლა კეთდება იქ და აი ეს ივანწმიდის მოედანი უნდა ყოფილიყო ბაზა ასე იყო ჩაფიქრებული მაგრამ მე თქვა ომთან დაკავშირებით რომ რაღაც ომი დაიწყო 2007-ში იყო მე მგონი ხო თუ 8-ში ომთან ხო დაკავშირებით შეწყდა ეს პროექტი და ნუ დავჭით ორი მოედანი იყო ხო, ნუ შემდეგ გავდიოდით თქვათ მეორე, მესამე ადგილზე ამ თქვათ მეორე ლიგაში, ეხლანდელ მეორე ლიგაში და ნუ შემდეგ გითხრეს რომ თქვათ უნდა გადავიდეთ. ხო, გადავიდეთ, კი ბატონო, დაფინანსება მაშინ იყო ბიძინა ივანიშვილი გვაფინანსებდა, კი, მაშინ გვაფინანსებდა ჩვენ. და რომ მიტყვიან მაგალითად პრობლემა არ იყო მაშინ თქვა ხელფასის პრობლემა გუნდის ფორმის ავტობუსი შევიძინეთ ჩვენ ყავდა ერთ-ერთი ყველაზე რომ მიტყვიან ვიზუალურად ისეთი ავტობუსი იყო რომ სადაც არ უნდა წასულიყავი ყველგან გცნობდნენ კარგი გაგებით ვამბობ ამას და ნუ ბრენდირებული იყო კი და ნუ 2011 წელს გააკეთეს ასეთი ტურნირი, რომ აქედან 4 გუნდი, ეხლანდელი თქვათ მეორე ლიგიდან და პირველი ლიგიდან, ეხლანდელი პირველი ლიგიდან ბოლო 4 გუნდის გააკეთეს ტურნირი. გადასასვლელი მატჩი, ესე იგი, რომ 4 გუნდი ამ 8-დან 4 უნდა დარჩენილიყო. ნუ ეხლა არასდროს არ მომხდარა, მაგიდა ძალიან გაგვირთულეს. ხო, მაშინ არჩევნების პერიოდი იყო, მაშინ და 2000 ბონუსად გააკეთეს 2000 გააკეთეს რომელი წელია ეს 11 წელი ხო 2011 წელია ხო და ნუ მოხდა ისე რომ პირველი ადგილი ავიღეთ ჩვენ ორი ტურით ადრე პირველი ადგილი ავიღეთ გავიმარჯვეთ და გადავედით პირველ ლიგაში ნუ ამის შემდეგ პრინციპში ჩვენ ფეხბურთელებს ვიღებდით, თქვა დაიწუნებდა თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, შემდეგ თქვა საბურთალო, თქვა ასეთი ბათუმის დინამო, თქვა ესეთ სახელოვანი თქვა ჩვენი დღევანდელი გაგებით თქვა საფეხბურთო გუნდები. ფინანსურად ძლიერი გუნდები, ხო, ნუ იმათთვის დაწუნებული ფეხბურთელები და ამით ვაკეთებდით ჩვენ შემდეგ გუნდს და ნუ გავდიოდით თქვათ 4-ში ქვევით არ ჩამოსულართ არასდროს და UEFA-ზე მე 6-ჯერ მეგონა ხო თურმე 7-ჯერ ყოფილვართ 7-ჯერ თამაშა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი საჩხერის ჩიხურამ და ანუ ისეთი რომ აი მე კარგად მახსოვს უკვე ეგ პერიოდი და ეს შესარჩევი ეტაპები აი სამარცხვინოთ თქვენს გუნდს არასდროს წაუგია. ანუ ყოველთვის ღირსეულად გამოიყურებოდა ევროტურნირებზე. და საერთოდ 22 თამაში ჩაატარეთ თქვენ გასვაზე 11 და 11 თამაშიდან მხოლოდ 3 წაგება. ეგ სტატისტიკა დღეს აღმოაჩინე და აი ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. ამ რესურსით როგორ ახერხებდით? ანუ აქ ალბათ უფრო ფსიქოლოგიური მომენტი იყო და გუნდის სხვა ფაქტორები იყო ამ წარმატების გასაღები. თუ აი რა იყო რომ მითხრათ? ხო, ნუ ჩვენ ეხლა მე პირადად მე ვფიქრობდი რომ როცა თქვათ მიდიხარ აი საჩხერეში, თქვათ რაიონში და სადაც უნდათ რომ ფეხბურთი წამოწიონ წინ მაინც მე ვფიქრობდი რომ პრაგმატული ფეხბურთი უნდა გვეთამაშა ჩვენ შედეგზე ორიენტირებული რომ
თქვათ ის გულშემატკივარი მოგვიყვანა, უფრო ბავშვების რაოდენობა გაგვეზარდა და ყოფილიყო მეტი ბავშვი დასაქმებული იყო, თქვათ, ჩაგვერთო ფეხბურთში და ამ მიმართულებით ჩემი მუშაობა ყოველთვის ამაზე იყო, თქვათ, აგებული და რაც ჩვენ მე ვფიქრობ, რომ შევძელით საჩხერეში დღეს შეიძლება ახლა გუნდი არ არის, თქვათ, რეგიონული ლიგაზეც არ ყავთ, მაგრამ ის აკადემია, ის ბავშვსკოლა, რომელიც დღეს მუშაობს, ხო, აი ძალიან კარგ დონეზე მუშაობს, ძალიან ბევრი ბავშვები ყავთ და მიმართულება მათი არის სწორი, რომ მე ყურადღება ასევე მივაქციე მაშინ მწვრთნელების გაზრდას და 2 პროლიცენზიის მწვრთნელი, მე როცა უკვე წამოვედი, 2 პროლიცენზიის მწვრთნელი, რამდენიმე ალიცენზიის მწვრთნელი და ნუ ბედაცე, რა ქვია. და მე ეს უფრო ბევრად მიმაჩნია დამსახურებად, რომ ასეთ საჩხერის ზოგიერთ ქალაქში არ არის 2 პროლიცენზიის ისა. და ამ ბიჭებმა სწორად წარმართეს მუშაობა. ეხლა გუნდი ალბათ აღორძინდება, როცა იქნება და მწვრთნელები აღარ დაჭირდებათ, თქვა საძებნელი. ხო, ნუ როგორც თქვი, პრაგმატულად უდგებოდი ჩვენ საქმეს, კი, შიდა ჩემპიონატშიც, შედეგზე ორიენტირებულები ვიყავით, ვიცოდით რა გვინდოდა, რას ვაკეთებდით. და ამან ყველაფერმა მე ვფიქრობ, რომ თქვათ ის მიმართულება, რომელიც დღეს მხოლოდ ბურთის დაჭერაზე არის საუბარი, ხო, ბურთის დაჭერა. ეს ძალიან ისეთი თემაა, რომელიც მთელი დღე შეიძლება ისაუბრო, ყველას თავისი პრინციპები აქვს, თავისი ფეხბურთის გაგება აქვს. მთავარია, რომ თამაში შენი პრინციპებიდან გამომდინარე არ უნდა წააგო და უნდა თქვა დაგებიებდე შენ პრინციპებს ფეხბურთელებს თუ რა გინდა. და ჩვენ მე გამიმართლა ბევრად რომ ძალიან კარგი ფეხბურთელებთან ვიმუშავე. ხო, ნუ ჩამოთვლე ახლა თქვა შორს წაგვიყვანს, მაგრამ შემიძლია არ დავასახელო, ხო, არა, რამდენიმე შეგიძლიათ რომ დამისახელოთ, აი თქვენი ნააზრევი რომ ზუსტად გადაქონდა თავის ქმედებებში მოედანზე. აი ესეთი ფეხბურთელი, საკვანძო ფეხბურთელი. იყვნენ ფეხბურთელები მაგალითად, რომ მაგალითად სხვა პოზიციაზე გამომიცდია და უთქვია, რომ თქვათ აქედო ვერ გავიგეო და შენ მეუთხარი, მასე მითამაშე და გაგებული გაქვს ყველაფერი, თქვა. გავიგეთ, მაგრამ ჩვენ დროს მაგალითად არ შეიძლება არ დაასახელო მაგალითად ოდიკაძე. ხო, ნუ ალბათ სული და გული იყო, რა ქვია, იგივე განუგრავა, აკუბავა, რეხვიაშვილი, გაბედავა, ძალიან ბევრი. ნუ ჩვენთან დაიწყო, თქვათ, ეხლა ბათუმის დინამოში კირკიტაძე, რომელიც არის, ჩვენთან დაიწყო, ჩვენ გამოუშვეს თბილისის დინამოდან, ჩვენ გვყავდა ნანათხოვარი და მაგი როგორც მარჯვენა მცველი, ესე მოვიყვანეთ, მაგრამ რო შევხედე მარჯვენა მცველი არ იყო და ავწიეთ ვინგერად. და 7 თუ 8 გოლი შეაგდო იმ წელიწადს, რა ქვია, მაგრამ ვოლკოვმა ჩვენთან დაიწყო, ვოლკოვმა ისიც ნანათხოვარი ყავდა. შემდეგ არ ვიცი და ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავდა, რომ იტყვიან. ხო, ნუ მაისაშვილი, კიდე ვინ იყო? ხო, ნუ ძალიან ბევრი კარგი, ახლა უცბად არ მახსენდება ასეთი ისა და არ მინდა ვინმეს გული დაგწნეთ ბიჭებო. ბატონო, თქვენი ურთიერთობა ფეხბურთელებთან რა ფორმატის იყო? ხო, მე არა ვარ ახლა იმის მომხრე, რომ თქვათ მე ვიღავი რამდენიმე მწვრთნელთან, რომლებიც თქვათ მათი ავტორიტეტი თრგუნავდა ფეხბურთელებს და ხელს უშლიდა ვარჯიშში. თამაში აღარ ალაპარაკი, ვარჯიშშედაც კი ხელს უშლიდა მათი ავტორიტეტი. და ნუ მე გავიარე, თქვათ, ერთ-ერთი ჩემი მწვრთნელი იყო გივი ნუდია, რომელსაც აი ძალიან მეგობრული და ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთელებთან,
რომელიც თავისი იქ ყოფნით ფეხბურთელს თქვა ზეწოლას არ უკეთებდა. და ფეხბურთელი თავისუფლად ფიქრობდა და თავის არჩევანს აკეთებდა, რა თქმა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ თქვა ჩვენ პატივი არ გვეცა მისთვის და მისიაზე არ გაგვეთვალისწინებინა და თქვა რასაც გთხოვდა ის არ გვეკეთებინა. მეც ვფიქრობ, რომ ნუ ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ და მიდგომას, რა თქმა უნდა, მაგრამ მე იმას ვფიქრობ, რომ თქვა მე რაც ვიმუშავე, თქვა რაიმე ვინმეს რაიმე შეურაცხყოფა ან რაიმე ისეთი მეც არასდროს ფეხბურთელის მიმართ რაიმე უტაქტო და რაიმე ისა, იმიტომ რომ ისიც პიროვნება არის და უნდა გაითვალისწინო თქვა ის ადამიანიც, რომ თავისთან მოყვარეობა აქვს და თავისი ადგილი აქვს გუნდში და ამდენად შეიძლება შენ ერთ-ერთზე რაღაცა უთხრა, კი ბატონო, მაგრამ ასე ჯგუფში, თქვა გუნდში, სხვასთან ერთად ამის თმის უფლება არ აქვს. მე ამის მომხრევა და ასეთი მიდგომის მომხრევა. და ეს ბუნებრივია, მე ავტომატურად იწვევს იქით ამ მხრიდანაც პატივისცემას, ხო? კი. იმიტომ რომ მე როგორ ადამიანკიდებულებაც მქონდა მაგათთან, იგივეს ვიღებდი იმათგანაც. კი. სულ მეგობრული გუნდი ვიყავით, სადაც არ ყოფილვარ, ან მეგობრული გუნდი ვიყავით და ერთი ბიზნესკენ ვისწრაფოდით და რა ვიცი, გაამართლა ბევრმა მატერიალურადაც, თქვათ, თავისი თამაშიდან გამომდინარე, ნუ ჩვენთან გატარებული წლებიდან გამომდინარე, უფრო მაღალი მიზნები თქვა დაისახა და შეასრულა კიდეც თამაშობდნენ მაღალ თქვა გუნდებში წავიდნენ კიდე სხვადასხვა ჩემპიონატებში. რა ვიცი. ჩვენ უბრალოდ მე მოხარული ვარ, რომ ხელი შეუწყოთ ამ ფეხბურთელებს და თავისი მაქსიმუმი ვფიქრობ, რომ გამოვაჩენინეთ მათ. ძალიან მალე დაიწყება ევროტურნირების, ესე ვთქვათ, გაირკვევა ქართული კლუბების მეტოქეები და შესაბამისად დაიწყება კიდევაც საკვალიფიკაციო ეტაპი და ისევ რომ დაუბრუნდეთ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, აი ძალიან კარგად მახსოვს ის ემოციები ბურსასთან დაპირისპირება რა. 0-0 მორჩა ორივე თამაში. ხო, ესე იყო. კი, ორივე თამაში 0-0 პენალტებში. მორჩა და პენალტების სერიაში გაირკვა გამარჯვებული. არის ეს თქვენს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული თუ აი რომელმაც გამოარჩევდით ზოგადად ევროტურნირებიდან? ხო, ნუ გამორჩეული კი, მაშინ ძალიან მკაფიოდ იწერებოდა, რომ თქვენ ტაქტიკურად დაჯაბნეთ თქვენი მეტოქე. ნუ გულდასაწყვეტი თამაშებიც ბევრი მქონდა, რამდენიმე თამაში არის, რომელიც ნამდვილად ეხლაც თქვათ წდება ამ თამაშებზე გული, რომ სადაც ვერ გავედით, მაგრამ ნუ ბურსას რაც შეეხება ამ თამაში ჩვენ მქონდა ერთადერთი მიზანი მაშინ, რომ აი გოლი არ უნდა გაგვეშვა. და ყველაფერი ამაზე ავაწყეთ, კონჩეტევებით აქედან თქვათ უგეგმავდით. ნუ რაც გვინდოდა თამაში, ამას ჩვენ ვარჯიშზე გეგმავდით და ვარჯიშზე ვაკეთებდით. და ნუ მერტის ხალობით აგვიმართლა, იქ იყო რა თქმა უნდა გარკვეულწილად მოწინააღმდეგეებიც რომ ასეთი თამაში არ უნდა ვითამაშოთ, არ უნდა გვეთამაშა, მაგრამ მე ყველას აუგზალე ამაზე საუბარი. ჩვენ ვითამაშებთ ამ თამაშს თავიდან ბოლომდე. იყო ჩემი სიტყვა არ და მართლაც მივყევით ისე თავიდან ბოლომდე, მაგრამ როცა იმარჯვებს მე ყველა ხო. და ნამდვილად ჩვენ ტაქტიკურად ახლა მე უბრალოდ ვიცოდი რომ თქვათ ამხელა გუნდი, თქვათ ბურსა, ამხელა მილიონებით ბიუჯეტში, ხო და ასეთი ფეხბურთელებით უბრალოდ შედარებაც ხო არ შეიძლება რა თქმა უნდა და ის ახლა მეორეულად არ მეთამაშებოდა ხო ჩვენ ძალაუნებრივად ამოყარეობის საკითხია უბრალოდ რომ ჩვენ არ გუნდს უნდა შეტევაში ეთამაშო. პრინციპის რა თქმა უნდა. და ნუ ეს ყველაფერი ყველაფერს გათვალისწინებით ნუ ჩვენ ნუ გაგვიმართლა რომ ასე ვთქვათ. გაგვიმართლა და გავედით და ერთ-ერთი კარგი ფურცელი ჩავწერეთ ჩვენი გუნდის თქვათ ისტორიაში. სალაპარაკოთა და სხვათა შორის რამდენიმეჯერ მე შეკრებებზე რომ ჩავდიოდით ხდებოდნენ გულშემატკივრები
ხო და ვინახართ რა გუნდი ხართ გეკითხებოდნენ თქო და ჩვენ ის გუნდი ვართო ბიჭები და ბურსა რო გააგდოსო და კაი მაგრები ხართო გვეუბნებოდე ბატონსასო ლეგიონერებზე ვილაპარაკეთ მომრავლებაზე მაგრამ ლეგიონერები ყავს სამწვრთნელო სფეროშიც აი ძალიან ბევრი უცხოელი მწვრთნელი მუშაობს ქართულ კლუბებში ამ ფაქტს როგორ უყურებთ თქვენ? საერთოდ რა წარმოდგენის ხართ ქართულ სამწვრთნელო სკოლაზე და ქართველი მწვრთნელების კვალიფიკაციაზე? ხო, ნუ ერთი პერიოდი იყო ალბათ, ერთი შარშან იყო თუ შარშან წინ, ერთი თუ ორი ქართველი მუშაობდა. თითქმის ყველა კლუბში უცხოელი მთავარი მწვრთნელი იყო. საქმე იმაში არის, რომ თქვათ არ ამართლებს ეს ფაქტი არის, რომ არ ამართლებს. ნუ შეიძლება ეხლა თქვათ ისეთი მწვრთნელი ჩამოიყვანო, რომელიც არ ვიცი ახლა რადონის მწვრთნელი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, რომ იმან თქვათ გადაწყვიტოს, თქვათ ჩემპიონობის ბედი ან წარმატების ბედი. რა თქმა უნდა, მწვრთნელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდში და მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი თქვათ ისეთი ფიგურა არის მწვრთნელი, რომელიც თქვა წარმატების ერთ-ერთი საწინდარი უნდა იყოს მწვრთნელი. არა მარტო თავისი საფეხბურთელი გაგებით, არამედ თქვა რაც ვილაპარაკეთ ჩვენ თავისი თქვა პრინციპებით. ხოდა ფეხბურთელიც უნდა ყავდეს მაშინ იმას. აი, რასაც თქვა იგივე კერესელიძე რო თქვი ჩვენ ამბობდა მწვრთნელი რა თუნდა მარტო თუ მაშინ იმ დონის ფეხბურთელები შესაბამისი ფეხბურთელები თუ რა ვნახეთ ჩვენ ყავდა ძალიან მაღალი დონის მწვრთნელები ჩამოყვანილი მე ვფიქრობ რომ აი ნაკრებში ყავდა ძალიან მაღალი დონის მწვრთნელები ტოპმოლერი კუპერი კი ბატონო კი და აქედა რო წავიდა კუპერი მე თამაში არ მომგეზე წავიდა ხო და მაშინ თქვი მე მაშინ აი რა დონეზედაც ვიყავი ჩვენ მაშინ რო უყურებდი რომ ჩვენი ნაკრები ყველა მწვრთნელის ავტორიტეტს შეიწირავდა. აი მაშინ მაგ ნათქვამი ეს და ბევრი მახსენებს ახლა მაგას. იმიტომ რომ იმას უნდა თავისი პრინციპები, თავისი თქვათ რო გააგებინოს ფეხბურთელს, ხო? ფეხბურთელი უნდა იყოს ისეთი, რომ იმის ნათქვამს გებულობდეს. გამიგედა თუ ფეხბურთელი არ აქვს შენ მაგალ კარგ ფეხბურთს ხო მაღალი დონის კარგ თამაში მაღალი დონის ფეხბურთელები აჩვენებენ და თუ ამის შემსრულებელი არ აქვს რომ კარგი თამაში აჩვენოს მაშინ მწვრთნელი ვინც გინდა ის გყავდეს არა აქვს მაგას მნიშვნელობა ამაში საქმე ამიტომ ხა ქართული მწვრთნელები არავისზე ნაკლები არ არიან თქვათ მაგრამ მეტი თავისუფლება უნდა მიცენ რასაც თქვათ უცხოელ მწვრთნელებს პატიობენ იმის ნახევარი მაინც ხონდა აპატიო ქართულ მწვრთნელს გამიგეთ ამაშია საქმე არის გუნდები და იყო გუნდები კიდე აი ჩვენ გავლილი ჩემპიონატები რო ავიღოთ იმდერამეს პატიობდნენ ჩამოყვანილ მწვრთნელს უცხოელ მწვრთნელს რომ ადგილობრივ მწვრთნელს მეორე დღეს მოხსნიდნენ გამიგედა აი ეს მწვრთნელებში ესეც ქართულ მწვრთნელებში ესეც იწევს იმას რომ თქვა მას დრო არ აქვს ამიგეთ აი მუშაობის დრო არ აქვს აი რატომ იმუშავე 12 წელი თქვა 12 წელი ნახევარი ხო ვიმუშავე იქ ხო იმიტომ რომ მე დრო მომცეს მე ვიმუშავე ისეთ ხალხთან რომლებიც მე მენდობოდნენ ამიგეთ და ჩვენ ვდებოდით მაგრამ იყო მეორე მომენტი რომ თქვენ მათ ნდობას ამართლებდით ხო იმიტომ რომ ერთად ვждდებოდით მე საფეხბურთო თემეს რაც შეეხებოდა თქვა ის ფეხბურთელის მოყვანა იქნებოდა გაშვება იქნებოდა თუ რაც იქნებოდა ერთად ვათანხმებდით და რა ქვია მე ჩემი პრინციპები მქონდა ჩემ აზრს ვეუბნებოდი ხო და ამ საფეხბურთო თემებში რა თქმა უნდა მომყვებოდნენ ისინი და ეს მწვრთნელისთვის ეს კარგია როცა ასეთი დამოკიდებულება ხელმძღვანელობიდან და გვერდში როცა გიდგანან და როცა იცი რომ თქვა რაც არ უნდა უთხრა შენ მეორე დღეს წააგებ და მეორე დღეს მოხსნიან ხო იქ მწვრთნელი ჯერ თავდაჯერებულიც არ არის ამიგეთ რაშია საქმე და ეს ფეხბურთელზეც აისახება ეგ როცა იციან რომ მწვრთნელი დროებით ახარ იქ და დროებით გიყურებენ ხო ისიც უკვე არა არის შენს მიმართ განწყობილი ისე თქვა რომ
თავისი მაქსიმუმი დადოს თამაშს. ამიგეთ. ჩიხურას რატომ აღარ ექცეოდა თქვენ წასვლის შემდეგ ყურადღება? რატო განვითარდა ესე ცუდად ამ გუნდის დაფინანსება შეწყვიტა ივანიშვილმა გუნდის? როდის შეწყვიტა უბრალოდ თქვენ სიკყოფნაში? ეხლა ჩვენ შეიძლება დაფინანსება როგორც უშუალოდ ასეთი რაღაც თანხებით შეწყვიტა შემდეგ, მაგრამ ნუ გვეხმარებოდა იქ სასტუმროში, მაგათ სასტუმროში იქ ვიყავით, ავტობუსით გვეხმარებოდა, შემდეგ კიდე ავტობუსით თქვა და მოძრაობდით. იმით, ნუ რაღაცებში გვეხმარებოდა. კი, მაგრამ ნუ ეხლა UEFA-ზე გავდიოდით ჩვენ, იქიდან თანხები იყო, შემდეგ ფონდის თანხები იყო და ამ იმითი გავქონდა თავი და უკვე ბოლოს რო ვეღარ გავედით, უკვე დეფიციტი გარღვევა ბიუჯეტში ხო იცით და ხო და ნუ უკვე მეორე წელიწადს უკვე არც ხელფასები იქნებოდა ისეთი თქვა რომ ვინმე მოგეყვანა და მწვრთნელებთანაც თქვა უნდა შემცირებულიყო ხელფასები და ნუ ანუ ეს პროცესი დაწყებული იყო. ხო, დაწყებული. და ბუნებრივია თქვენ არ გექნებოდათ იმის საშუალება რომ შეგენარჩუნებინათ ელემენტარულად. ხო, არა, შეიძლებოდა თქვა 1-2 წელიწადი კიდე შენარჩუნებულიყო თქვა ეს გუნდი ამ პირველ ლიგაში შეიძლებოდა ამის გაკეთება. მაგრამ ნუ ახლა მე რაც ხდებოდა მე აღარ ვიცი როგორ იყო. შემოთავაზებები, აი რაც თქვით რომ წახვედით ფეხბურთიდან, ყოფილა მაინც შემოთავაზებები? არა, შემოთავაზებები იყო, მაგრამ რა არის იცით, როცა იტყვი რომ მიდიხარ, უნდა წახვიდე, კი, უნდა წახვიდე. იმიტომ რომ თქვათ როგორც აი 1 წელი გაგიცდა, თქვათ 2 წელი არ იმუშავე, თქვათ. ხო, აი როგორც ფეხბურთელს უნდა აღდგენა ფორმის, როცა გაუწდება, ხო, ისე ამ მწვრთნელიც. ჩვეულებრივად მწვრთნელიც იგივე კალაპოჩია, უნდა მოემზადო და უნდა მოხვიდე ტონუსში. და ეს ზართულია, გამიგეთ? და თან თქვათ, ნუ ეხლა იმ პატარა მას ვიკლავ მაინც რომ იქავარ, მაგრამ ხო საქმეში ვარ და როგორც ასეთი, ხო, არასდროს არ მომდომებია და როცა რო უყურებ ახლა მწვრთნელებს რა დღეში არიან, ხო, ახლა მაგათი მდგომარეობა როცა აგებს, თქვა, როცა არ მიდის ისე, რო ახლა მე ხო ხვდები არა ყველაფერს რა დღეში არიან, ნამდვილად არ მინდა გავემეორო. ის ჩემ თავზე არ მინდა ყველას ვეუბნები რომ ძლივს ამოვისუნთქე, ძლივს ოჯახში ვარ და ძლივს პატარა ღიმილი დამიბრუნდა სახეზე. დავშვიდებული სახე მაქვს, ასე თუ ისე ცოტა. მაგრამ სხვათა შორის იუმორი ყოველთვის გშველოდა თქვენ, აი წაგებული თამაშების მერეც მახსოვს ძალიან კარგი იუმორი თქვენგან რა და ეხლა ესეთ დაწუნული მე აროს არ მინახე. თქვათ ბიჭებს ან ვინმეს თქვათ ან შენ თავს თქვათ რაღაცა არასწორია ცხერგულზე შეიძლება ისეთი რამე თქვა ადამიანმა. ხო, ადამიანმა რომ თქვათ არ იქნება სწორი. და ეხლა შემოვიდა ტენდენცია ასეთი რომ გასახდელში წაგებული თამაშის შემდეგ არ ჩედიან. არიან მწვრთნელები და შეიძლება სადღაც გამართლებულიც არის რომ თუ კი ვერ თოკავს თავის თავს და ცხელგულზე არის ჯობია რომ არ შეხვიდე რა თქმა უნდა და დამშვიდდება ეს ყველაფერი ამის შემდეგ და თან ეს თქვათ ისეთ წარმატებული მწვრთნელებიც რომელიც საზოგადოებრივ მუშაობენ თქვათ უცხოელი მწვრთნელები ისინიც კი აკეთებენ ასეთ რაღაცას ხო და რა ვიცი ალბათ შეიძლება არის მე ამ კუთხით თუ დგები რომ ალბათ ამის გამო არ შედიან და ეს არის. ქუთაის თქვენ როგორც ქუთაისელი ბუნებრივია რომ ქუთაისის ტორპედო თქვენთვის ძვირფასი გუნდია. როგორ უყურებთ ქუთაისის ტორპედოში მიმდინარე პროცესებს? ეხლა რა თქმა უნდა ქუთაისი ჩემი ქალაქის გუნდი არის და გუნდში ვითამაშე გარკვეული წლები, შემდეგ იმუშავე კიდევაც და აი თქვენ რო იცოდეთ რა დღეში ვიყავით ჩვენ
როცა გაიყიდებოდა ბილეთები, სადღაც 2000 კუპონი შემოდიოდა ბილეთების თამაში და შემდეგ გაყიდვიდან და იმას მივსდევდით მთელი გუნდი თავისუფლებიანად თავისი ისა ბაზაზე მუშებიანად და სულ ყველა რომ რაღაც 2 კაპიკი აგვეყო ისეთი მდგომარეობა ქონდა. რა თქმა უნდა, იყო კარგი დღეებიც, მაგრამ დღეს ქუთაისის ტორპედოს ყველაფერი აქვს იმისთვის რომ კარგ გუნდად ჩამოყალიბდეს და რა ვიცი მე მგონია შეძლებენ ეს გაკეთებას. მაგ ჩამოყალიბების პროცესს, ანუ სწორად მიდის პროცესები თქვენი თვალსაჩინო. ეხლა რა შეიცით საქმე მე წეღან თქვი თავიდან ჩვენც თუ გუნდში არ ახარ იქ ძალიან რთულია გარედან რაიმე დასკვნების გაკეთება მაგრამ თქვათ მეტი რო შეუძლია ამ გუნდს ეხლა რა ფეხბურთელებიც ყავთ ამითაც მეტი შეუძლია ამ გუნდს რომ გააკეთოს და მეტი უკეთესი შედეგი იქონდეს მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რასაც გარედან უყურებ და სანახაობის თვალსაზრისითაც არის ანუ ამ რესურსით უფრო ლამაზი ფეხბურთის თამაში შეიძლება ჩემი აზრით. ხო, ნუ ალბათ რესურსი აქვს. თქვა ადგილებზე პროფილები, რასაც ქვია, თქვა ფეხბურთელების დამაკმაყოფილებელი არის მე რასაც უყურებ. და მე არ ვიდახარ მათ შორის ლეგიონერებიც. მათ შორის ლეგიონერებიც, კი. მათ შორის ლეგიონერებიც. და ნუ ახლა მე მწვნელზე მეტი არ ვიცი ახლა თქვა რა ხდება ეგ და მწვნელი იღებს იქ გადაწყვეტილებას ალბათ და მწვნელი ათამაშებს ამ გუნდს და მე არ ვიცი ახლა თქვა მაგი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს რა მიმართულებით თქვა წაიყვანოს ეს გუნდი და თქვა როგორი ყავდეს და უფრო მეტი იციან მე ახლა რა მე გარედან თქვა არის თამაშები სადაც კარგ ფეხბურთს თამაშობენ კი არის თამაშები ნამდვილად რომ მოგეწონება ანუ უფრო ორიენტირი აღებული აქვს ჩემტევ ფეხბურთზე რასაც უყურებ მე და შეტევითი ფაზა უკეთესი აქვს ვიდრე დაცვითი ფაზა და რა ქვია ალბათ რა ვიცი ალბათ ორივე კომპონენტი საჭიროა ეს და ალბათ იმ კომპონენტზეც იმუშავებენ ანუ ფეხბურთელები აკლიათ შეიძლება პროფილები აკლიათ იმ დაცვითი ფაზის თქვა დროს რა ვიცი შესაძლებლობები აქვს და თემურ ქეცვაიას დაბრუნებაზე რა აზრის ხარ? ხო, დაბრუნებაზე რა ქართულ მარტო თემურ ქეცვაიას კი არა, აი ვინც წასული არის თქვათ აი თემურისნაირი პიროვნებები თქვათ რომლებიც კარგი ფეხბურთი ითამაშეს გამოცდილება აქვს ძალიან დიდი ხო აი ყველა რო დაბრუნდეს ქართულ ფეხბურთში საბოლოოდ და ქართულ ფეხბურთში იმუშაონ ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ იყო პერიოდი როცა თქვათ როცა ჩამოყალიბდა ეს დამოუკიდებელი ფეხბურთი თქვათ ხო მაშინ იღებდნენ მწვრთნელებად წავიდნენ მაშინ დინამოს ფეხბურთელები იყვნენ და ნუ ვინც თქვათ ფეხბურთი ითამაშა ასე თუ ისე რაღაც ავტორიტეტი ჰქონდათ მაგრამ უმეტესწილად გარკვეულ მწვრთნელებს სწავლა არ უნდათ და დღეს ეს ხალხი თქვათ იგივე ქეცპაია იგივე თქვათ ისეთები რომლებიც თქვათ წასული არიან ნასწავლი ხალხია და ნასწავლი დაუბრუნდება თქვათ ჩვენ ქართულ ფეხბურთს და შედეგი მეტი იქნება და მე მივესალმები რომ თქვათ ასეთი პროცესები დაიწყოს ევროტურნირებზე იქნება თუ არა წელს განსხვავებული ქართული კლუბების გამოსვლა არ ვიცი როგორ ხედავთ თქვენ ხო უნდა ვისურვოთ რომ თქვათ პირველში სურვილი არის ხო რა თქმა უნდა ჩვენი რომ კარგად გამოვიდეთ და თქვათ წარმატებები გქონდეთ და ის ერთი ადგილი რომელიც თქვათ ჩამოგვართვეს ხო ერთი ადგილი დასაბრუნებელია რა თქმა უნდა და ეს ერესელიძემ პირობა დადო რომ დააბრუნებს ხო ძალიან კარგი თუ დააბრუნებს ძალიან კარგი იქნება და გულშემატკივარია ხა და მხოლოდ ტაშ დაუკრავს და სულ ყველა ჩვენ თუკი ამას გააკეთებს რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება მაგრამ ძალიან რთული იქნება რა არის იცით ძალიან მაღალ სხვა დონეზე არის უკვე სხვა ქვეყნებში უკვე სადაც ფეხბურთი უნდათ ძალიან მაღალ დონეზე არის ყურადღება ექცევა ძალიან მაღალ დონეზე
ეხლა შეიძლება ჩვენი სახელმწიფოდან გამომდინარე რომ თქვათ რაღაც იმდენი რო ჩავშალოთ თქვებოთ ჩვენ ფეხბურთი რო ჩავშალოთ იმდენი ყურადღება არ არის თქვათ და ბავშვებში იმაში უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო ბავშვებში და ინფრასტრუქტურის მხრივ კი კეთდება რა თქვათ მაგრამ ბავშვებისთვის თქვათ ხო სკოლებში ხო ძალიან მეტი მოედნები არის საჭირო ანუ თქვენ სიტყვა ახსენეთ ზერელე დამოკიდებულება ეგეთ დამოკიდებულებას ხედავთ სპორტის ამ სახეობის მიმართ აი თუნდაც სახელმწიფოს, თუნდაც რა ვიცი, აი სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციის, არ ვიცი. ვისაც ეხება. ეხლა რაც დაანონსებულია ეს მოედნები, თქვათ ეს სპორტის სამინისტროდან ეს ყველაფერი თქვათ თუ გაკეთდა, ხო, რა თქმა უნდა, მადლობის მეტი რა გვეთვის თუ აშენდება ამდენი თქვათ მოედნები და მაგალითია რომ წყალტუბოში იყვნენ ჩამოსული, რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსული, გეგმაც თქვათ გვიდევს მაგიდაზე, თუ რა უნდა აშენდეს პროექტი უпроსტორად გვიდეს და როგორ უნდა გაკეთდეს და თუ ის გაკეთდება, ხო, ავიღოთ მარტო წყალტუბოში ხო, იქნება აგერ თქვა ფეხბურთის ფედერაციის ხო არის, რომელსაც კლუბი იყენებს, თქვა კლუბი იყენებს ცენტრი ხო, სავარჯიშოთაც იყენებს, სათამაშოთაც იყენებს. თქვა ხო, აგერ მეორე მოედან სტადიონი იქნება, კიდე აქ ჩადებული არის იქ რომ ახალი ხელოვნურსაფარიანი სკოლისთვის უნდა აშენდეს. ეს ისა, თუ ეს გაკეთდა, მარტო წყალტუბოში აგერ სამ მოედანს ვიღებთ ამ პატარა იმაში, მაგრამ უფრო მეტი შეიძლება მე ვისურვებდი რომ ასეთი თქვათ ქალაქები სადაც საკურორტო ქალაქები არის თქვათ რომ აი წყალტუბო იგივე თქვათ შავი ზღვის პირეთი ხო უფრო მეტი მოედნები გაკეთდეს რომ აი ტურისტული იმად რომ გადაიქცეს თქვათ აი როგორც ანტალიაში აგერ და თურქეთში არის ხო შეკრებებზე რომ გუნდები ჩამოვიდნენ ხო სპორტული საფეხბურთო ტურიზმი რომ განვითარდეს აი ეს იქნება ძალიან კარგი და წყალტუბოს ამის თქვა და რესურსი აქვს კი და შავი ზღვისპირეთს ამის რესურსი აქვს ახალი ხილი არის ჩვენთან არ არის და ამ მიმართულებით თუ ვინმე თქვა იფიქრებს და ამის საშუალება არის რა ვიცი აი ყველაზე მეტად რომელი ქართული კლუბი გაიმედება წელს აი შემადგენლობით აი მოცემულობის გათვალისწინებით ობიექტური მოცემულობის გათვალისწინებით ხო, იგივე ქუთაისის ტორპედო რო თქვა, ახლა ცუდი გუნდი, ცუდ სტაბილურობას არ ტოვებს, მაგრამ არ აქვს სტაბილურობა. აი ეს არის ამ გუნდის ყველაზე ცუდი რაც აქვს, ესე იგი, ამ სტაბილურობა არ აქვს. თქვათ საბურთალო, ხა რო ავიღოთ, მაინც ადგილებიდან გამომდინარე დღეს რა ადგილებზეც არიან, იგივე საბურთალო, გორიდან უფრო მეც ველოდები, გორის დილადან უფრო მეც ველოდები. ხო? ვინ არის კიდე იქ ხო ნუ ეს ხო ნუ დინამოს ალბათ კეცბაიადან გამომდინარე კიდე უფრო მაინც გაძლიერებას უნდა ველოდოთ რომ ფეხბურთელებს დაიმატებენ და უფრო გაძლიერდებიან ალბათ გორს ყოველთვის კარგი შემადგენლობა ყავს ბოლო წლებში, ნუ ლეგიონერების თვალსაზრისით ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი ისა აქვთ, არ ვიცი, წერტილი აქვთ სადღაც ნაპოვნი, რომ კარგი ლეგიონერები მოყავთ, მე რომელსაც არფენად ყიდიან კიდევაც სეზონის ბოლოს და წელს რაღაცა ძალიან არადამაჯერებლად მწვრთნელიც გაუშვეს და მოვიდა ლევან კორღალიძე. აი, კორღალიძის პირობებში ელოდებით თუ არა, რომ სხვანაირი იქნება, სხვანაირი გახდება ეს გუნდი და უფრო კონკურენტუნარიანი იქნება მიმდინარე სეზონში. დარჩენილ დროში. ხო, ნუ გორი მე როგორც ვიცი, გორის თვითონ ვინც არიან მეპატრონეები, დილას მეპატრონეები ვინც არიან, თვითონ ისინი აგენტები არიან, მე ასე ვიცი. კი, დაახლოებით ეგეთი სცენარია. ხო, ხო და თვითონ არჩევენ ამ ფეხბურთელებს, ვინ გამოადგებათ მაინც მაგათი თვალი სულ სხვა და თავის საქმეში ახლა არ მოიყვანებენ ისეც, რომელიც თქვათ წარმატებას არ მოუტან. შემდეგ მაინც მატერიალურად მაინც ამიგეთ და მე ვფიქრობ რომ აქედან გამომდინარე თქვა რასაც ისინი აკეთებენ, სწორად აკეთებენ. და მწვრთნელიც ყოველთვის ყავდათ ძალიან კარგი მწვრთნელები ყავდათ ჩამოყვანილი, ის დემჩენკოთმაც აი რაც დანერგა მაგან ძალიან კარგი ფეხბურთი ათამაშა. თავარი სხვა არის როგორ განვითარდა მე მაგრამ ძალიან კარგი ფეხბურთის თამაში და აწყებინა თქვა გორის დილას და რაღაც თამასა დატოვა იმ ადამიანმა რაღაც ზონეზე, რომელიც იმის ქვემოთ არ უნდა ჩამოსულიყვნენ.
და ეხლა რაც შეეხება კორღალიძეს, ეს ბიჭი ახალგაზრდა კაცი არის, შემტევ ფეხბურთი უყვარს და ახლა თუ რამეს განავითარებს ახლა ვთქვათ, ხო, თავისი შემტევითი პოტენციალიდან ამ გუნდთან ერთად ძალიან კარგი იქნება და მე მივესალმები, ჩემი მეგობრი შვილი არის და ჩვენ ხელში გაზრდილი არის ბავშვი არის და პირიქით მისი წარმატება გამიხარდება. და ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ ეროვნულ ნაკრებზე. თქვენ ახსენეთ, რომ აი ნაკრებშიო ძალიან დიდი მწვრთნელები მოდიოდაო, მაგრამ იმ მწვრთნელს შესაბამისი კვალიფიკაციის ფეხბურთელები უნდა დახვდესო და ეხლა პირიქით ხო არ არის ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების კვალიფიკაცია უფრო მაღლა ხომ არ დგას ვიდრე მთავარი მწვრთნელის. აი როგორ უყურებთ ამ მანდატს, ანუ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო გარკვეული უკუსვლა შედეგობრივადაც და სანახაობრივადაც. ხო, ნაკრები ძალიან რთული თემა არის საერთოდ და ძალიან ისეთ თქვა ჩარევებს მოითხოვს, რომ ძალიან ფაქის ჩარევებს მოითხოვს. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ გააქვთ ისეთ ფეხბურთელებთან საქმე, რომლებიც თავიანთ კლუბებში მოცინავე პოზიციაზე არიან, ვარსკვლავები არიან, მატერიალურადაც რომ იტყვიან, ხო, კარგ დონეზე არიან და მაგათთან მუშაობა ადვილი არ არის. მაგრამ ამ საქმეს რომ მეორე კუთხიდან მიუდგეთ, ხო? აი ჩვენ ნაკრებს, ჯერ ღმერთის წყალობით რომ ეს ფეხბურთელები წამოვიდნენ და რა თქმა უნდა, გარკვეული პროფილები ჩვენ იმას არ ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან კარგ დონეზე არიან და არის პროფილები, სადაც ნამდვილად ჭირდება. იმიტომ რომ ეხლა კაშიამ თავი დაანება, კვირკველიამ თავი დაანება, ხო? კვეკვესკირი იყო, ხო? კიდე თავი თანაშემწეა, თავი დაანება და მათ პროფილებზე ახლა შეიძლება ნახევარდაცვაში იმდენის არ იყოს, მაგრამ მაინც დაცვაში 4-ვე მცველი, მე მგონია 4-ვე პოზიციაზე სამუშაო არის, კი, სამუშაო არის. და ამდენად გუნდისთვის ძალიან რთული არის და მწვრთნელისთვის ძალიან რთულია მარტო იფიქრო თქვათ შეტევაზე და უკან მოუხედავად სადმე გავარდე. ერთ-ერთი თამაში სანიოლის მუშაობის სპეციფიკა. ამ კაცმა და გარკვეულ დონეზე იმუშავა, წარმატებაც ჰქონდა, ხო, ეტყობა რომ ჭკვიანი კაცი არის, რადგანაც ამ დონემდე მივიდა, ხო ის იყო, ხო, ამ მწვრთნელმა მიიყვანა ეს გუნდი ამ დონემდე. მაგრამ მისი შენარჩუნება ახლა, მისი შენარჩუნება, თქვათ, ჯერ საჭიროა რომ ის დონე შეინარჩუნო და იმ პროფილების დამატებით მე რა თქმა უნდა უფრო მაღალ დონეზე უნდა ახვიდე და ამდენად შეძლებს ახლა მაგი ამას და ამ დონის მწვრთნელი არის, გამოჩნდება. ეხლა მე როდესაც ერთ-ერთ ქუთაისის ტორპედოს თამაში იყო, ტორპედოსთან ჩვენი თამაში, წყალტუბოს სამგურალის თამაში და ეგ თამაშის წინა შეხვედრას ინტერვიუები არის და მან დამისვეს ასეთი შეკითხვა, რომ ჩვენი ნაკრები 4 მცველზე გადადის. 4 მცველზე უნდა ითამაშოს. მე თქვენ რა აზრის ხართ? მე ვუთხარი, რომ ჯერ ადრე მგონია, მე რომ ჩვენი სათამაშო სისტემა ამ წუთში, ამ მოცემულობაში არის 5 მცველი, ხო? და აქედან გამომდინარე შემდეგ, რასაც დააყენებ, თქვათ, ფორმაციას მაგი უკვე მოწინააღმდეგიდან და მცველიდან გამომდინარე, კი, მაგრამ თუ კი მიაჩნიათ ხელმძღვანელობას, რომ ეს საჭიროა და ამისთვის მზადაა ჩვენი ნაკრები, ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა, მაგას რა ჯობია. დააყენეს მართლა ისე 4 მცველი და ისე თამაშები წავაგეთ. იმას ისე წავაგეთ, რომ იმიტომ რომ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აი არ უნდა დაიწყო რაღაც ცაში ფრენა, რაც აკავს ობიექტურად უნდა აფასებდე იმას. კი, შეტევითი პოტენციალი ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი. ძალიან დიდი. მაგრამ შეტევა მარტო არაფერი არ არის, თუ ამდენი წამოვა უკან ბურთი გაგივიდა, რა მნიშვნელობა აქვს.
ანუ დღეს მიიჩნევთ რომ ოპტიმალური მაინც 5 მცველიანი ტაქტიკა მე მგონია კი 5 მცველით თამაში არის 5 მცველით თამაში მგონია რა თქმა უნდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია მე თქმა სუბიექტურ აზრს ხო მე მგონია ასეთ თამაში დღეს ჩვენი ნაკრებისთვის მისაღები ამ ეტაპისთვის იმ პროფილების ნაკლებობიდან გამომდინარე რაც აგვავს იმიტომ რომ გუნდი დაცვაშიც და შეტევაშიც ერთნაირად უნდა თამაშობდეს მე კიდე ეხლა ამ თემაზე რო დავიწყოთ ლაპარაკი ძალიან ბევრი ისეთ თემაზე იმდეს ვილაპარაკებ რომ ჩემ პრინციპებიდან გამომდინარე ბევრს არ ვეთანხმები რაღაც პრინციპებში და რამდენიმე მითხარი ეხლა მე პატარა იმას ვაგდებ რომ შემდეგ კიდე დამიძახო ამ თემებზე სალაპარაკო ხო მითხარით ხო კარგით დაგაინტერესებ თქვენ მაგაზე არის დაგაინტრიგებ ხო აქ ყადაღებული თემა არის რომ ბურთის ფლობა და ამაზე უნდა ვითამაშოთ სულ ბურთის ფლობაზე და ამ დროს მეორე ნომრად მოიგო თელი ჩემპიონთა ლიგა რეალ მადრიდმა შარშან იყო თუ შარშან მოიგო შარშან წინ მოიგო ხო მეორე ნომრად თამაშობდა ესე იგი ეს რისი მაჩვენებელია რომ აქ მარტო ბურთის ფლობა და თქვა და არ ფლობა არ არის აქ ორივე ერთნაირად უნდა შეეძლოს გუნდს და რომელ ზონაში თქვა როგორი თამაშოს ამას უნდა ობიექტურად საზღვრავდეს მწვრთნელი და გუნდიც ამას უნდა იღებდეს აი ეს არის თავარი ამბავი არის ეს და ახლა თუ ჩავშლით ამას ეს უკვე ძალიან დიდი სალაპარაკოა და გრძელი სალაპარაკო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სოსო. ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენთან საუბარი. კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ეხლა მაინც გაქვთ დრო იმისთვის რომ თანაც აგერ ახლა მეზობდა თუ ჩამოვხარ ახლა სახში დაგვადიჟებ აგერ. როცა გინდა გვესტუმრეთ აგერ სახში რომ დაიწყება ევროტურნირების შესარჩევი ეტაპი, კიდევ ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ საქმიანობაში, თქვენს პირად ცხოვრებაში, ჯანმრთელობა და მოკლედ მე ვიცი, რომ საფეხბურთო სამყარო ძალიან უყვარხარ თქვენ და ძალიან დიდ პატივს გცემენ. მიცოცხლთ. და მათ შორის ვარ მეც ბატონო სოსო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებდით, ჩემი სტუმარი იყო ძალიან ცნობილი ქართველი სპეციალისტი სოსო ფრუიძე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მასპინძელი დღეს ქუთაისში გახდათ კაფე ბარი Our Garden, ძალიან სასიამოვნო გარემოა ბაგრატის ტაძართან ხედების შესანიშნავი, მოკლედ ვინც მოხვდებით ქუთაისში, ყველას გირჩევთ აქ სტუმრობა, ძალიან დიდი მადლობა ამ ადგილს მასპინძლობისთვის. რაც შეეხება ჩვენ სპონსორებს, რონიქსი სამშობლო ხელსაწყოების კომპანია, რომელიც მორგებულია ნებისმიერ ფაზე, ნებისმიერ თქვენს მოთხოვნაზე, ასევე სპორტული სახუავების მწარმოებელი კომპანია ჯაკა სპორტი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი დაგულე სპორტი. გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები, მოიწონეთ და აკომენტარეთ, თქვენი უკვე კავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე გეტყვით, რომ 5000 გამომწერზე გავათამაშებთ PlayStation-ს. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. მე ერთი კვირით გავშდევებით. ნახვამდის.